უწყვეტი პროტესტის მე-17 დღე არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ჩანს, დღეს ეგრეთ წოდებულ პარლამენტს მოუწევს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევა ხმაურის ფონზე, რადგან თქვენ ხედავთ, რომ დილის 8 საათზე უკვე შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმართულებით მიდიან იმისათვის, რომ გააპროტესტონ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნები, რადგან აქ ყოფი ადამიანები ერთხმად ხვდებიან იმაზე, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს უფლება არალეგიტიმური პრეზიდენტი აირჩიოს და შესაბამისად, როგორც ჩანს, დღეს ქართულ ოცნებას დიდი დისკომფორტი ელოდება. ზუსტად 1 საათში დაიწყება ეგრეთ წოდებული პარლამენტის დეპუტატების ხდომა და უკვე დაიწყება არჩევნები, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი ყავს. ამ წუთებში ჩვენ უკვე ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე, თუმცა რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ახლა მივდივარ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოსთან. აქციის მონაწილეებს გავესაუბრებთ, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე უერთდებიან დღევანდელ მარშს დილამშვიდობისა. მოკლედ 8 საათზე უკვე იგრძნობა მუხტი, ტალღა და პროტესტი, რომ დღეს ქართულ ოცნებას ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნები ხმაურის ფონზე მოუწევს. აი ახალგაზრდების სათქმელი რა იქნება დღეს ეგრეთ წოდებული პარლამენტარებისთვის? საქართველოს ისტორიულ ახლანდელ ვითარებაზე არ გავამახვილებ ყურადღებას თუ რამხელა მოვლენები ვითარდება. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ასეთი ერთიანობით მივახცევთ ჩვენ სასურველ შედეგს, რომ საბოლოოდ განვათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა. ვიც არ უნდა დაგვისვას პუტინმა პრეზიდენტად, ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რომ ესენი არიან არალეგიტიმურები. აი ამათ არავინ არ აღიარებს. მინდა ყველა მიცოდეს იმ რუსებმა, ვინც ცდილობს საბოლოოდ ჩააბაროს რუსეთის ქვეყანა. ვერასოდეს ვერ შეძლებთ საქართველოს გაარუსოთ. არავის არ გვინდა ჩეჩნეთში ცხოვრება. სახელმწიფო აღარ აგვაქვს. აი ესე პუტინის გოშიებს და თოჯინებს გვისვამენ. მაგრამ ჩვენ ასეთი ერთიანობით ვიდგებით იქამდე, სანამ არ მივახცევთ სასურველ შედეგს, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ამ რუსებისგან და შევიყვანოთ საქართველოს ევროპულ გაერთიანებებში, სადაც იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს უსმენდით პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მთავარი მოთხოვნები არ იქნება მიღწეული და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის ხელახალი არჩევნების ჩატარება. სანდრო არის ჩვენს გვერდით. სანდრო, ხელისუფლების რუსული პოლიტიკა შენ ყველაზე კარგად გამოსცადე რუსული კანონის დროს. აი დღეს რას ეუბნები ეგრეთ წოდებულ პარლამენტის წევრებს, რომლებმაც არალეგიტიმური პრეზიდენტი უნდა აირჩიონ? როგორც უკვე გესმით ადამიანებს შეძახილები, ჩვენ სტუდენტები მოუწოდებთ ადამიანებს, რომ გამოვიდნენ გვერდზე დაგვიდგნენ და ყველამ ერთად მაქსიმალურად ხელი შეუშალოთ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს, არალეგიტიმური პრეზიდენტის დანიშვნაში და მინდა უბრალოდ ჩემ მშობლების თაობას და ჩემზე ცოტა უფროსებს ვკითხო, რომ როგორ გინდა თქვენ შვილებს მოუწოდოთ სწავლისკენ და იმისთვის, რომ რაღაც წარმატებას მიაღწიონ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. როგორ გინდათ, რომ რაიმე მოტივაცია მიცათ შვილებს სწავლისთვის და ანუ დღევანდელი ბოდიში რომ გაწყვეტინებ, დღევანდელი აქციის მთავარი გეგმაც იყო, რომ ვაჩვენოთ ყაველაშვილს დიპლომი და მე ვხედავ აქ აქციის მონაწილეებს აქვთ დიპლომები, რომელიც არ აქვს ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, რომელსაც რამდენიმე საათში აირჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთად დადგება და ამ ერთად დგომით, როგორც არაერთხელ ვაჩვენეთ და ამ სოლიდარობით შევძლებთ, რომ მსგავსი პრეზიდენტიც არ ყავდეს და ჩვენი მომავალი ევროპაში იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ სოლიდარობით. საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ჩვენ არ დავთმობთ ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრებით, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები დღესაც არის აქციაზე და თქვენ ხედავთ იმ ადამიანების ფოტოსურათებსაც, რომლებიც რუსული რეჟიმის პოლიციელებმა დააზიანეს, მათ სასტიკად გაუსწორდნენ აქციების მიმდინარეობისას. აქ არიან ასევე ჩემი კოლეგებიც, რომლებსაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა და სასტიკად ცემეს ისინი. აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბროთ. ვაჩვენოთ ყაველაშვილს დიპლომი. ეს არის მთავარი სათქმელი დღევანდელი აქციის და მე ვიცი, რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი აქცია არის დაგეგმილი.
8 საათზე რო ქუჩაში ვდგავართ და რო ვაპროტესტებთ, ეს მგონი უკვე ყველაფრის თქმელია ხელისუფლებისთვის. აი რას ეუბნებით ეგრეთ წოდებულ პარლამენტს, რომელმაც აი რამდენიმე წუთში უკვე უნდა დაიწყოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევა. კი ბატონო, ჩვენ ვიცით რომ მოღალატეებს გონიათ რომ აჟღერებენ, არ გონიათ ყოველ შემთხვევაში აჟღერებენ რომ ხალხი დაიღლება, ეს საპროტესტო აქციები შემცირდება, ჩვენ ნახავთ არაერთი განცხადება მათი მხრიდან. ამოღალატეების მხრიდან, თუმცა რა ვიცი, დილის 7 საათზე შევიკრიბეთ, მე რავი 22 წლის ვარ და ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს საქართველოში, გვეთყობა რამე შემოგხვედეთ, აბა დაღლის, არა. მათ კიდე შიში ეთყობა, რაც თავარია, მოღალატეებს ეთყობა შიში და ისინი აუცილებლად ძალიან მალე დამარცხდებიან, მოღალატეები დამარცხდებიან ძალიან მალე საქართველოში. დიდი მადლობა აქციის კიდევ ერთ მონაწილეს უსმენთ, ჩვენ უკვე ძალიან მალე ვიქნებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც მაქვს ინფორმაცია, უკვე განსაკუთრებული მობილიზებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების და პრინციპში ეს ნამდვილად არ არის არახალი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ სადა მოქალაქეების დაშინება, მათი დაკავება ძალის გამოყენებით ამის მიუხედავად მოქალაქეები არ იშლებიან. ისინი გააგრძელებენ პროტესტს მანამ სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი მოთხოვნები, ეს არის ხელახალი არჩევნები და იმ მოქალაქეების გათავისუფლება, პენიტენციური დაწესებულებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პოლიციელებმა სრულად უკანონოდ დააკავეს. აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრებით. რა არის თქვენი მთავარი სათქმელი და თუ გაქვთ დიპლომი, რომელიც უნდა აჩვენოთ ყავევაშვილს? დიპლომი არ მაქვს, მაგრამ სტუდენტი ვარ და ვსწავლობ. თან არ გაქვს როგორც და ვსწავლობ რომ დიპლომი ავიღო, ერთი არა ვიღოთ, რამდენიმე. ყავლაშვილს კიდე საერთოდ არ აქვს დიპლომი. არ ვიცი, დილის 7 საათზე არასდროს არ ყოფილვარ აქციაზე. დღეს ვარ პირველად, იმიტომ რომ არ მინდა გავიღვიძო ჩელიაბინსკში, არ მინდა ვიცხოვრა ბელარუსში. შესაბამისად, არალეგიტიმური პარლამენტი დღეს ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. და ჩემი მაგალითად, როგორც კონკრეტული ერთი სტუდენტის პოზიცია არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილს სტუდენტები აძლევენ ლეგიტიმაციას. დროის ამოწურის მიუხედავად გაგრძელდეს მისი საპრეზიდენტო ვადა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი და არა მხოლოდ დღეს, ჩვენ უკვე მე-17 დღეა მაყურებელს უჩვენებთ და უყვებით თუ რა ხდება რუსთაველის გამზირზე, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან მითვისებულ და გაყალბებულ არჩევნებს. ამის მიუხედავად, დედაქალაქის მერი დღეს აპირებს, რომ რუსთაველის გამზირზე საზეიმო დაანთოს ნაძვის ხე, ბუნებრივია როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე საუბარი არის ძალიან რთული, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ მოუწოდა ქალაქის მერს კახა კავაძეს, რომ სხვა ადგილას ყოფილიყო საზეიმო გახსნა, თუმცა კავაძე ამბობს, რომ ზეიმი იქნება რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც ძალიან ბევრი მოქალაქე დაშავდა, იქ სადაც მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბროთ, აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. თქვენ გაქვთ ფოტოები, სადაც არიან მოქალაქეები, რომლებიც ეს არ არის ყველა ის ადამიანი, რომელიც დაშავდა. 400-მდე ადამიანი დააკავეს, რაც ჩვენთვის ცნობილია და 300-მდე სასტიკად არის ნაცემი. აქ მხოლოდ ცოტა რაოდენობა აი ადამიანების, რომლებიც მთავრობის რუსული რეჟიმის მიერ არიან ასე დღეში ჩავარდნილები. არ მაქვს საუბარი იმ პატიმრებზე, რომლებიც ღმერთმა უწყის რა სიტუაციაში უწევთ ყოფნა და ამ არალეგიტიმურ მთავრობას არ მივსებთ, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი აგვირჩიონ. არ მაქვს დიპლომი, ახლა სტუდენტი ვარ, მაგრამ ჩვენი მომავალი პრეზიდენტისგან განსხვავებით ატესტატი მაინც მაქვს. დიდი მადლობა. აჩვენოთ ყავევაშვილს დიპლომი, ეს არის ამ წუთებში მთავარი სათქმელი დღევანდელი აქციიდან. აქციის მონაწილეები უკვე მიემართებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც აი როგორც მე ხავ ხედავთ პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზება, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ, დაახვედრონ პოლიციელები, ის ადამიანები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ამის მიუხედავად აქციის მონაწილეები არ იშლებიან, უკვე მე-17 დღეა რუსთაველის გამზირზე დგანან და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა, რომელიც სრულად გადაიკეტა და ასევე რეგიონებში მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ მართველი პარტიის რუსულ პოლიტიკას.
სხვა მოქალაქეებსაც გავესაუბროთ, ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე. მითხარით, რატომ მივდივართ ეხლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე? სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევა. როგორ გონიათ, როგორი პრეზიდენტი შეიძლება იყოს ყავევაშვილი? ანუ ძალიან დიდი სირცხვილია ჩემი აზრით, როდესაც დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას ქვეყანაში პრეზიდენტად ირჩევ ყაველაშვილს. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დაფასდეს განათლება. დიდი მადლობა, მე გაჩვენებთ ეხლა რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ როგორც ხედავთ, პოლიციელები არიან მობილიზებული და ეტაპობრივად აქ სამართალდამცველების რაოდენობა იმატებს და იმატებს. როგორც ხედავ, აქ რკინის ჯებირები აქვს სამართალდამცველებს განთავსებული. ეს არის სასტუმრო მერიოტის მიმდებარე ტერიტორია, რისთვის დასჭირდა ახლა პოლიციელებს ამ რკინის ჯებირების განთავსება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბუნებრივია უცნობია, ახლა საინტერესოა, ექნება თუ არა შესაძლებლობა აქციის მონაწილეებს მიუახლოვდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რასაც პოლიციელები იტყვიან, ეს არის, ეხლა ვნახავთ ჩვენ როგორ განვითარდება აქ მოვლენები. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ტერიტორიაზე და მაყურებელს უფრო მეც მოუყვებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შიგნითაც ბუნებრივია.